ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის გზაზე. სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელიც გამოძახებაზე მიდიოდა, მსუბუქმა ავტომანქანამ გადაუჭრა გზა, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარების მანქანა გადაბრუნდა. ადგილზევე გამოძახებული იქნა სამაშველო სამსახური. დაზარალებულების სასწრაფო ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზამაკლის გზაზე კახათში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გადაბრუნდა ფორდი ტიპის ავტომანქანა, სასწრაფო ავტომანქანა. ბრძოლი, ექიმი და ექთანი გამოყვანილი იქნა და გადაყვანილია რესპუბლიკის საავადმყოფოში. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ დაზარალებულის ახლობლები. დაშავებულების მდგომარეობაზე მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 03 სამსახურის მენეჯერმა მარინე წულეისკირმა ისაუბრა. მისი თქმით, სტაბილურად მძიმეა მძღოლისა და ექიმის მდგომარეობა. ექთანი ლია ჯგუშიაკი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევებს. მედდას ყრიმალის ძვლის მოტეხილობა და კისრის კუნთის დაზიანება აღინიშნება. ექთანი საკმაოდ მძიმე თითვლება ჯერჯერობით. აქ ყრიმალის ძვლის მოტეხილობა, აქ კისრის კუნთების დაზიანება ჰქონდა, იმიტომ რომ შუშამ გაუჭრა კისრის კუნთები, მაგრამ სიზარღვები არ აქვს დაზიანებული და ღვთისმწყალობით იმედი მაქვს, რომ იმდენად კარგ საქმეს აკეთებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომ ღვთისმწყალობით გადავრჩებით. უბედური შემთხვევა კახათის გზაზე ეკლესიის წინ დაახლოებით დღის პირველ საათზე მოხდა.